დღეს ციციბურაზე მინდა გესაუბრო. რამდენად ხშირად მიირთმევ მას? ალბათ არც ისე ხშირად. ციციბურა იმ საკვებს მიეკუთვნება, რომელიც ჩიას თესლისა და გოჯის კენკრის მსგავს აჟიოტაჟს არ იწვევს, თუმცა კი უაღრესად სასარგებლო პროდუქტია. სამწუხარო რეალობაა, რომ ბოლო წლებში სუპერმარკეტებში გამოჩენილი მრავალი ეგზოტიკური პროდუქტის ფონზე ზოგჯერ ადგილობრივ სუპერპროდუქტებს ვივიწყებთ. და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა სუპერპროდუქტი ხშირად მარკეტინგული ხრიკი გგონიათ, ციციბურა ამ ტიტულს თავისი შემცველობის გამო იმსახურებს. არა და ეს მოკრძალებული ფსევდომარცვლეული ადამიანების უმეტესობისთვის ძირითად საკვებს არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ დღეს მინდა აგიხსნა, თუ რატომ არის ეს სინამდვილეში დიდი შეცდომა, განსაკუთრებით თუ გსურს ჯანმრთელად იცხოვრო, თანაც ყოველგვარი რთული დიეტებისა და ფანატიზმში გადავარდნის გარეშე. ციციბურა შეიძლება ითქვას, უნივერსალური პროდუქტია. კარგად ინახება, ხელმისაწვდომია და ძალიან სასარგებლოა. აღმოსავლეთის ერების სამედიცინო პრაქტიკაში მას ათასწლეულების განმავლობაში მყარი ადგილი ეჭირა, ევროპაში კი მას სიაფის და ხელმისაწვდომობის გამოღარიბების საკვებს ეძახდნენ. დღეს კი თანამედროვე კვლევებიც, რომლებიც დიდხანს სიცოცხლის საიდუმლოს ეძებენ, სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ ციციბურა იშვიათ თვისებებს აერთიანებს. ყოველდღიური საკვებია და ამავდროულად ბიოლოგიური ნივთიერებების ნამდვილი საგანძურია. ციციბურა გამძლეა და უნაყოფო ნიადაგზეც კი ხარობს. მისი მარცვლები პატარა პირამიდებს ჰგავს, თხილის გემო აქვს და გამოყენება მრავალნაირადაა შესაძლებელი, მთლიანი მარცვლების, ბურღულის, დაფქული ფქვილის ანუ მათ ჩამბალის სახით. შესანიშნავი ამბავია ის, რომ ციციბურა ბევრი ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელია. ის ბუნებრივად უგლუტენოა, რაც მას განსაკუთრებით პოპულარულს ხდის ცელიაკიით ან გლუტენის აუტანლობით დაავადებულ ადამიანებში. თუმცა თუნდაც გლუტენს კარგად იტანდე, უგლუტენო მარცვლეულზე გადასვლა ზოგიერთისთვის ნამდვილშობად იქცევა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც პური და მაკარონი კუჭზე მძიმედ აწვება. მაგრამ რატომ არის ციციბურა ასეთი სასარგებლო? ის მდიდარია საკვები ბოჭკოთი სრულფასოვანი ცილით, მცირე რაოდენობით ჯანსაღი ცხიმებითა და მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტებით, მათ შორის ბეჭდგუფის ვიტამინებით, მაგნიუმით, კალიუმით და რკინით. ერთი შეხედვით ეს კლასიკური სასარგებლო ნივთიერებების სია გგონია, მაგრამ მთავარი სწორედ ის არის, რომ ციციბურა ამ ყველაფერს ჰარმონიულად აერთიანებს და ამავდროულად სამზარეულოში მართლაც პრაქტიკულია. მრავალს შორის 4 მთავარ სასარგებლო თვისებას გამოვყოფდი. პირველია ის, რომ ციციბურა ცილის გამორჩეული წყაროა. განსაკუთრებით თუ მათ რიცხვს მიეკუთვნები, ვისაც მეტი ცილის მიღება სურს, არა მაინცა და მაინც სპორტული მიზნებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ცილა და ნაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს, კუნთების შენარჩუნებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულებში და ორგანიზმის აღდგენის პროცესებს უჭერს მხარს. ციციბურა დაახლოებით 10% ცილას და ყველა აუცილებელ ამინომჟავას შეიცავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მასში შედარებით მაღალია ლიზინის შემცველობა. ეს არის ამინომჟავა, რომელიც მცენარეულ საკვებში ხშირად ნაკლებია. არა და ის კოლაგენის სინთეზში, იმუნური სისტემის მხარდაჭერასა და კუნთების ფუნქციონირებაში მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნაკლებ ხორცს მიირთმევ, მაგრამ კვლავ ღონიერად და ენერგიულად გინდა გრძნობდე თავს, ციციბურა თეფშზე ხშირად უნდა გედოს. ეხლა კი ის, რაც ციციბურას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის. ეს არის ის ფაქტი, რომ ციციბურა რუტინის, ერთ-ერთი ფლავონოიდის მდიდარი წყაროა. სწორედ ასეთი ნივთიერებები ხდიან ხილს, ბოსტნეულსა და მცენარეებს სასარგებლოს. არა მარტო კალორიებით, არამედ დამცავი ბიოქიმიური ფუნქციებითაც. ფლავონოიდების მაღალი მოხმარება, როგორც წესი, ქრონიკული დაავადებების დაბალ რისკთანაა დაკავშირებული. რუტინი ინტენსიური კვლევების საგანია, განსაკუთრებით დღეგრძელობის შემსწავლელ მეცნიერთა შორის. 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ნატრიუმის რუტინმა თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10%-ით გაზარდა. სავარაუდოდ ეს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებითა და ცხიმის მეტაბოლიზმის ოპტიმიზაციით მოხდა. გარდა ამისა, რუტინს ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს, კანისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს და ეგრეთ წოდებული სენოლიტიკური თვისებებით გამოირჩევა. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეამციროს დაბერებული უჯრედებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებები, რომლებიც მიმდებარე ქსოვილებს აზიანებენ, პროცესი, რომელიც დაბერების ერთ-ერთ მამოძრავებელ მექანიზმად ითვლება. მარტივად რომ გითხრათ, ციციბურა შეიცავს მცენარეულ ნივთიერებებს, რომლებიც პირობითად უჯრედის დამცველებად შეიძლება მოიხსენიოთ.
ციციბურა სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის. მისი ფაფა იდეალურია გულის და ღვიძლის ფუნქციონირების დასახმარებლად. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის, შლაკების და მძიმე მეტალების იონების გამოდევნას, რაც დღევანდელი ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოდით ვნახოთ, როგორ იქცევა ციციბურა სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციისთვის. ბევრი იცნობს ამ შეგრძნებას, ჭამის შემდეგ მალევე ენერგია ეცემა, დაღლილობა და კონცენტრაციის დაქვეითებაც არ ახანებს. ეს ხშირად სისხლში შაქრის სწრაფი მატება დაცემის შედეგია. ციციბურას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ეს მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, თუმცა არა მარტო დიაბეტიანებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ჭამის შემდეგ ენერგიის დიდი ხნით შენარჩუნება სურს. 2003 წელს კანადელმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ციციბურას კონცენტრატს შაქრიანი დიაბეტის მქონე თაგვებში სისხლის შაქრის 12-დან 19%-მდე შემცირება შეუძლია. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი იშვიათ ნივთიერებას, დექიროინოსიტოლს ენიჭება, რომელიც სავარაუდოდ უჯრედების ინსულინგრძნობელობას აუმჯობესებს. ინოსიტოლები ხშირად პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომის დროსაც არის რეკომენდირებული. ციციბურა ვენების ვარიკოზული დაავადებისა და ბოასილის პრევენციას ახდენს. სწორედ რუტინის წყალობით მიიჩნევა ციციბურა სუპერპროდუქტად მათთვის, ვისაც ვარიკოზული ვენები აწუხებს. ეს ფლავონოიდი აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უშლის ვარიკოზული ვენების ჩამოყალიბებას და ბოასილის განვითარებას. ციციბურა აქვეითებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. კვლევების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ციციბურას სისხლის ლიპიდური პროფილის გაუმჯობესება და არტერიული წნევის დაქვეითება შეუძლია. მისმა რეგულარულმა მიღებამ სისხლში ცუდი, ანუ LDL ქოლესტერინის დონე შეიძლება დაწიოს, ხოლო კარგი, ანუ HDL ქოლესტერინი აწიოს. მის ამ თვისებას დიდი ოდენობის ლეციტინის შემცველობით ხსნიან. ეს ნივთიერება თრგუნავს მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვაზე და ამ გზით მას სხეულიდან გამოსვლას აიძულებს. ქოლესტერინის დონის რეგულირებას ციციბურას შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოც უზრუნველყოფს. იცოდით, რომ ციციბურა ღვიძლის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია? ეს იმიტომ, რომ ლეციტინი მნიშვნელოვანი საკვებია ღვიძლის უჯრედებისთვის. მისი დეფიციტის დროს ღვიძლი თავის ფუნქციას, ორგანიზმის დეტოქსიკაციას სრულყოფილად ვეღარ ასრულებს. ასე რომ, ციციბურა ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობასა და მის გამართულ მუშაობას. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, ციციბურა საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს. ის ხსნადი ბოჭკოს საკმაოდ მდიდარი წყაროა. ამ უკანასკნელის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ცხიმოვანი მჟავები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების ძირითადი საკვებია და ხელს უწყობს მათ გამრავლებას. ამას კი ნაწლავური მიკროფლორის სიჯანსაღისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაღლა ლეციტინზე მოგახსენეთ, რომ ღვიძლის საყვარელი ნივთიერება, მაგრამ ის აუცილებელია ტვინისთვის ჯანმრთელობისა და კოგნიტიური ფუნქციების შესანარჩუნებლადაც. ლეციტინის შემცველი საკვების რეგულარულ მოხმარებას შეუძლია თავიდან აგვაცილოს შფოთვა, დეპრესია და გონებრივი გამოფიტვა. თან გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ციციბურას სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის შემცირება შეუძლია. აქაც მნიშვნელოვანია რუტინი, ის კაპილარების კედლებს აძლიერებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ევროპაში რუტინის დანამატები ფართოდ გამოიყენება ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალოდ. გასაგებ ვენაზე რომ გითხრათ, თუ გტანჯავთ მძიმე ფეხების სინდრომი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები ან გულ სისხლძარღვთა ზოგადი რისკ ფაქტორები გაქვს, უნდა იცოდეთ, რომ ციციბურა იმ პროდუქტებს შორის არის, რომლებიც ამ გამოწვევებს ებრძვიან. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩინურ მედიცინაში ციციბურას ასევე ურჩევენ ყველას, ვინც მიდრეკილია სითხის შეკავებისკენ, სიმსუქნისკენ ან ნელი მეტაბოლიზმისკენ. ყველა აღნიშნული სარგებლის მიუხედავად ციციბურასაც აქვს თავისი ჩრდილოვანი მხარე. ეს არის ის, რომ თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი, მაგრამ მაინც შეიძლება ალერგიული იყოს მასზე. მას საკმაოდ ძლიერი რეაქციების გამოწვევა შეუძლია. ალერგიული რეაქციების სხვადასხვა ფორმა შეიძლება გამოვლინდეს მისი ჭამის, დამუშავების ან იმის და მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფებით, მისი ქერქით გავესებული ბალიშების გამოყენების დროს. მათთვის, ვისაც ციციბურას ალერგია აქვს, მისი ფქვილის შესუნთქვასაც უნდა უფრთხილდეს. ციციბურას მირთმევა უმადაც არის შესაძლებელი და უფრო სასარგებლოცაა. გარდა იმისა, რომ ის მდიდარია მცენარეული ცილებით, ის ასევე შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი, ასევე მიკროელემენტებს, როგორიცაა რკინა და სელენი.
ციციბურა შეიცავს ქვათ ფერმენტს, რომელიც კარგად არის ცნობილი ანტი-ეიჯინგ კრემებიდან და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ციციბურას უმის სახით გამოყენება უზრუნველყოფს იმას, რომ გაცხელების შედეგად ღირებული საკვები ნივთიერებები და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი სუბსტანციები არ დაიკარგება. თუმცა გაღირების შემდეგ ციციბურა კიდევ უფრო მდიდარია მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებით. გარდა ამისა, ამ დროს მინერალებს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას და ასე შემდეგ უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა აქვთ და ცილებიც გაცილებით ადვილად ასათვისებელია. ღივი განსაკუთრებით მდიდარია ფლავონოიდებით და კოენზიმ Q10-ით. მისი მომზადება ძალიან ადვილად და სწრაფად შეიძლება. 2-3 ჭიქა ციციბურას თესლით ასში ჩაყარე და 3-ჯერ მეტი ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხი. კარგად ამოურიე, რომ ყველა მარცვალი წყალში ჩაიძიროს. დაახლოებით 1 საათით წყალში დატოვე. დროს ნუ გადააჭარბებ. კარგად გადაწურე და ცოტა ხნით გვერდზე გადადგი, მერე ცივ წყალში გაავლე და კარგად დაწრიდე. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ციციბურა ცივ წყალში დღეში 2-3 ჯერ გაავლე. გარკვეული ხნის შემდეგ მარცვლებზე წებოვან ნივთიერებას შეამჩნევ. ეს სახამებელია, რომელიც არ გჭირდება და კარგად უნდა ჩამორეცხო. თავდაპირველად მარცვლებს პატარა ყავისფერი წერტილი გაუჩნდება, საიდანაც ღირს ამოიყრის. მას შემდეგ, რაც ამონაყარის სიგრძე 9 სანტიმეტრს მიაღწევს, ღივი გამოსაყენებლად მზად არის. შეგიძლია მაქსიმუმ 1 სანტიმეტრამდე გაზრდილი მიირთვა. ის სალატს, მიუსლის და სხვა ცივ კერძებს ან წვნიანებს შეგიძლია დაუმატო. რაც მოუხარშავი ციციბურას მარცვლების უმად გამოყენებას შეეხება, გარეცხვის შემდეგ 4-6 საათამდე ნელთბილ წყალში ჩაალბე და ამის შემდეგ შეგიძლია მუსლიში ან სალათებში დაუმატო ან ფაფაში შვრიის შემცვლელად გამოიყენო. ეხლა კი განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებსაც გლუტენის აუტანლობა აწუხებთ, თუმცა არა მარტო მათთვის ციციბურას პურის რეცეპტი. დაგჭირდებათ 500 გრამი ციციბურა, 200 მლ წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი. ციციბურა ჯამში ჩაყარე და წყალი დაასხი. 8 საათით გასაფუებლად დატოვე. დალბობის შემდეგ გადაწურე და ბლენდერში გადაიტანე. 200 მლ წყალი და 1 ჩაის კოვზი მარილი დაუმატე. ცომის მიღებამდე დააბლენდერე. მიღებული მასა ისევ ჯამში გადაიტანე, თავსახური დაახურე და მინიმუმ მთელი ღამით, მაგრამ უმჯობესია 20 საათით ფერმენტაციისთვის გააჩერე. ღუმელი 180 გრადუსამდე ზედა და ქვედა წვით გააცხელე, ცომი 25 სანტიმეტრი სიგრძის პურის ფორმაში მოათავსე და წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში აწვე. ყველა ღუმელი განსხვავებულია, ისევე როგორც საცხობი ფორმა და თვითონ ციციბურაც. ამიტომ პურის გამოღებამდე მზაობა ჯერ ჩხირით შეამოწმე. საჭიროების შემთხვევაში თავზე დააფარე და ცხობა მზაობამდე გააგრძელე. ბევრი ამ რეცეპტს გამაფცვიერებელს უმატებს. სურვილის და მიხედვით მოიქეცი. პური ძალიან გემრიელი გამოდის, მაგრამ მისი კონსისტენცია ხორბლის პურისგან განსხვავდება, რადგან მას გლუტენი არ გააჩნია. თუმცა ეს ხომ სწორედ ის ფაქტორია, რის გამოც ჩვენ ციციბურას პურს ვაცხობთ. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.